მე-19 საუკუნის კავკასიაში ბევრი რამ ერთდროულად ხდებოდა. რუსეთის იმპერიის ექსპანსია, ჩრდილოკავკასიელი ხალხების წინააღმდეგობა და საქართველოში მათი სისხლიანი ლაშქრობები. ვინ იყო სინამდვილეში იმამ შამილი? მხოლოდ გმირი, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძოდა, თუ ის ადამიანი, რომელიც ქართულ სოფლებს არბევდა, წვავდა, უიარაღო მოსახლეობას ხოცავდა, ხოლო ქალები და ბავშვები ტყვეებად მიყავდა. დღეს ვისაუბრებთ სწორედ ამ თემაზე, რომელზეც საქართველოში თითქმის არ საუბრობენ. 1854 წლის 3 ივლისი. გამთენია, კახეთი. ალაზნის ველზე ჯერ კიდევ ბნელა. სოფელ შილდის მოსახლეობა ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. კაცები საქონელს მიერეკებიან. ბავშვებს ჯერ კიდევ ღრმა ძილით ძინავთ. მაგრამ როგორც კი გათენდება, ყველაფერი შეიცვლება. ჩეჩნურ დაღესტნურმა მხედრობამ ისისაა კავკასიონის ქედი გადმოლახა და კახეთის ბარში ეშვებიან. ისინი სულ მალე სოფელ ხანდოს, შილდას, ჭინჭრიანს, ფაშაანს, ტურისციხეს, ენისელს, გრემს და ბოლოს წინანდალს დაესხმიან თავს. სოფლები თავიანთი სახლებით, ვენახებით და ეკლესიებით ცეცხლის ალში გაეხვევა ისე როგორც შაჰ-აბასის დროს. წინანდალში დავით ჭავჭავაძის ოჯახიდან მომხდურებს ტყვედ აჰყავთ 6 წლის სალომე, 5 წლის მარიამი, 3 წლის თამარი, 1 წლის ალექსანდრე, აგრეთვე გენერალ ილია ორბელიანის ქვრივი ბარბარე და მისი 6 თვის ვაჟი გიორგი. სულ 22 ადამიანი. ერთ-ერთი ჩვილი, ლიდია, გატაცების მომენტში იღუპება. ეს არ ყოფილა შემთხვევითი ტრაგედია, რაც ომებს თან ახლავს. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია და ამ ოპერაციის ავტორი და ხელმძღვანელი გახდათ შამილი. დიახ, სწორედ ის შამილი, მოგვიანებით ერთი ქართველი მწერალი წიგნს რომ მიუძღვნის სათაურით თისარწივი შამილი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისტორიის ამ უხერხულ ფურცელზე, რომლის მიჩქმალვა ზოგიერთი ჩვენი ისტორიკოსისა და თვით ეროვნული მოძრაობის ლიდერისთვისაც კი ლამის სპორტად იყო ქცეული. დღემდე არსებობს ასეთი ნარატივი, რომ თითქოს ქართველებს უნდა გვცხვენოდეს ჩეჩნების და დაღესტნელების, რადგან ჩვენ მათ ვუღალატეთ შამილის დროს და ასე შემდეგ. მსგავსი აზრი განსაკუთრებით პოპულარული გახდა ეგრეთ წოდებულ ზვიადისტურ წრეებში, მას შემდეგ, რაც თბილისიდან დევნილმა ზვიადგამსახურდიამ 1992 წელს ჩეჩნეთს შეაფარა თავი. დღეს მე დაგანახებ თუ ვინ იყო შამილი სინამდვილეში და რა ხდებოდა კახეთში ათწლეულების მანძილზე, სანამ ღუნიბი დაეცემოდა. ამის შემდეგ კი თქვენ თავად გამოიტანეთ დასკვნები. სანამ კახეთზე ვისაუბრებთ, ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას თელ იმდროინდელ ისტორიულ კონტექსტზე. მე-19 საუკუნეში საქართველო ახალი დამპყრობლის მარწუხებში მოექცა. რუსეთის იმპერიამ დაამარცხარა გეოპოლიტიკურ ჭიდილში სპარსეთი და ოსმალეთი, ზედიზედ გააუქმა ქართული სამეფო სამთავროების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი 1810 წლებში. ხოლო 1811 წელს ქართული ეკლესიის 1500 წლოვან არსებობასაც წერტილი დაუსვა. ჩრდილოეთიდან ამავე დროს გაჩნდა ახალი მეორე საფრთხე. ჩეჩნეთის, დაღესტნის და ავარიის ტერიტორიაზე დაარსდა ეგრეთ წოდებული კავკასიის იმამატი, რომელსაც ერთი შეხედვით კეთილშობილური მიზანი ჰქონდა. კავკასიის რუსეთის იმპერიისგან გათავისუფლება. მაგრამ როგორც ამ გადაცემის მსვლელობიდან დარწმუნდებით, საკითხი ასე იოლად და ცალსახად არ იდგა. ეს სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი იმთავითვე მტრულად იყო განწყობილი საქართველოს მიმართ. იმამატის დევიზი, რომელიც მისმა პირველმა ლიდერმა ყაზიმოლამ შეიმუშავა, უკვე ქმნიდა უზარმაზარ პრობლემას კავკასიის ქრისტიანული სახელმწიფოებისთვის, საქართველოსთვის და სომხეთისთვის. ეს დევიზი ასე ჟღერდა: ჰაზავათი, ომი ყველა ურწმუნოს წინააღმდეგ. ანუ ყაზიმოლა იყო ის კაცი, ვინც რუსეთს ეგრეთ წოდებული წმინდა ომი, ანუ ჰაზავათი გამოუცხადა, რაც გულისხმობდა, რომ ეს ომი იქნებოდა მიმართული არა მხოლოდ რუსების, არამედ კავკასიაში მცხოვრები ყველა ქრისტიანის წინააღმდეგ.
ამ მომენტიდან დაიწყო სამხედრო კონფლიქტი, რომელიც ისტორიაში რუსეთ-კავკასიის ომის ან კავკასიის ომების სახელით არის ცნობილი. ამ ეპოქაში სამი ძირითადი იმამი ჩნდება ჩრდილო კავკასიაში. პირველი უკვე ნახსენები ყაზი მოლა, რომელმაც პრაქტიკულად დასახა მთელი სამომავლო მოქმედების გეგმა და შეიმუშავა ის ჩარჩო, რომელიც უნდა გამხდარიყო იმამატის არსებობის ქვაკუთხედი, ანუ წმინდა ომი, როგორც ისლამის კავკასიაში გამარჯვების ერთადერთი გზა, თავად ისლამი როგორც ერთადერთი რელიგია და შარიათი როგორც მმართველობის და მართლმსაჯულების ერთადერთი ფორმა. ყაზი მოლა დაიღუპა გიმრის ბრძოლაში 1832 წელს. მეორე იმამი გახდა ჰამზად ბეი, რომელმაც სახელი გაითქვა კახეთსა და ჭარბელაქანზე ლაშქრობებით. მოგეხსენება, ჭარბელაქანი ისტორიული ჰერეთის მიწაა და შესაბამისად ეგეც საქართველოს ნაწილი იყო. ჰამზად ბეი 1834 წელს მოკლეს მეჩეთში ლოცვისას. მესამე იმამი კი გახლდათ ყველასთვის კარგად ცნობილი შამილი, ანუ შამილ მუჰამედ ტაჰირ ალ-კარახი. 1834 წელს ჰამზად ბეის სიკვდილის შემდეგ სწორედ მას ირჩევენ მესამე იმამად. შამილის პოლიტიკური პროექტი სიტყვასიტყვით იმეორებდა ყაზი მოლას ფორმულას. ისლამი და შარიათის კანონი მთელს კავკასიაში, ჰაზავათი, ანუ ომი ყველა ურწმუნოს წინააღმდეგ განურჩევლად რუსი იყო, სომეხი თუ ქართველი. თანამედროვე ქართველი ისტორიკოსები ვახტანგ გურული და დარეჯან ობოლაძე წიგნში შამილი და ქართველები აღნიშნავენ: შამილის ლაშქარი არ წყვეტდა კახეთისა და ჭარბელაქნის დარბევას, არც მაშინ, როდესაც პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობდა. მთელი პრობლემა იმაშია, რომ შამილი მხოლოდ სამხედრო ან პოლიტიკური ლიდერი არ ყოფილა. ის იყო ისლამური თეოკრატიული სახელმწიფოს მშენებელი. იმამატი ასე ეწოდებოდა მის პოლიტიკურ ერთეულს. ჩეჩნეთი, დაღესტანი, ავარია, ყაბარდო, ეს ყველა შარიათის მმართველობის ქვეშ იყო მოქცეული. გავარკვიოთ თუ სად მოხვდნენ ქართველები ამ ფორმულაში. რამდენადაც ქართველები ქრისტიანები იყვნენ, ანუ მათი გაგებით ურჯულოები, შესაბამისად მათ იმამატი მტრებად განიხილავდა. ამასობაში ჭარბელაქანი თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კონფლიქტურ ზონად კავკასიის ომის მიმდინარეობისას. 1833 წელს ჰამზად ბეი 5000 კაციანი ჯარით სწორედ აქ შემოიჭრა და შარიათის მმართველობა შემოიღო. ეს პირდაპირი საფრთხე იყო კახეთის საზღვარზე. შამილის მმართველობისას ეს ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა. 1854 წლის კახეთზე თავდასხმას და ქართველი უმწეო ქალებისა და ბავშვების ძევლებად აყვანას სწორედ მისი ერთ-ერთი ვაჟი, ყაზი მუჰამედი ხელმძღვანელობდა. 1854 წელი საინტერესო და ამავე დროს ძალიან რთული წელი იყო. ეს ყირიმის ომის წელია. რუსეთი ოსმალეთს და ამ უკანასკნელის მხარდამჭერ ინგლისსა და საფრანგეთს ერთდროულად ებრძოდა. რუსეთის არმიის დიდი ნაწილი შესაბამისად დასავლეთ საქართველოსა და ანატოლიის ფრონტზე იყო გაგზავნილი. შამილმა ეს კარგად იცოდა. 1854 წლის 18 ივნისს გენერალ-მაიორმა ლევან მელიქიშვილმა პოლკოვნიკ ფონ კულმანს საიდუმლო წერილი გაუგზავნა, სადაც ის წერდა, ციტატის დასაწყისი: ეჯგარეშია შამილი მიმდინარე წლის ზაფხულში კახეთში შემოიჭრება. ციტატის დასასრული. მაგრამ ზუსტი მიმართულება გაურკვეველი დარჩა. ეს იყო შამილის გათვლილი ტაქტიკა. იგი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ახდენდა თავისი ძალების მობილიზაციას. მოწინააღმდეგის ყველა ყურადღება ამ ვარიანტებს შორის იყო გაფანტული. 1854 წლის 2 ივლისს საღამოს 8 საათზე ნინიკას ციხის მთაზე განლაგებული საგუშაგოს გუშაგებმა ნახეს თუ როგორ გადმოლახა შამილის ჯარმა ქედი. ქვეითთა და ცხენოსანთა ნაკადი კახეთის ბარისკენ ეშვებოდა. ივანე ჭავჭავაძემ 4 მილიციელი გაუგზავნა ყვარელს, მაგრამ ყველა გაფრთხილება იგვიანებდა. შამილის ლაშქარი 3 ივლისს დილის 7 საათზე სოფელ შილდაში შეიჭრა. ბრძოლა დილის 11 საათამდე გაგრძელდა. სოფელი ხანძრის ალში გაეხვა.
მომხდურებმა უამრავი ქართველი, მათ შორის უიარაღო ადამიანი დახოცეს, ხოლო ცოცხლად გადარჩენილები დაატყვევეს. ამავე დღეს ზუსტად იგივე ბედი გაიზიარეს შემდეგმა სოფლებმა: ხანდომ, ჭინჭრიანმა, ფაშაანმა, ტურისციხემ, საბუემ, გრემმა და ენისელმა. შამილი ჯარი სამ ნაწილად გაიყო. ვახტანგ გურულს ეს ეტაპი დეტალურად აქვს აღწერილი. ერთ ნაწილს ტყვეები მიჰყავდა. მეორე გრემს და ენისელს ესხმოდა თავს, მესამე ჭინჭრიანსა და ფაშაანს. 3-4 ივლისის ღამეს მტერი წინანდალში შეიჭრა და დავით ჭავჭავაძის ოჯახს თავს დაესხა. ამ ოჯახიდან სულ ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები გაიტაცეს და დავით ჭავჭავაძის ერთ-ერთი ჩვილი ბავშვი ლიდია გატაცების დროს დაიღუპა კიდეც. ეს კერძო ტრაგედია კი არ იყო მხოლოდ. ეს იყო იმამატის, ანუ შამილის ომის ლოგიკა. ტყვეები ძვირფასი ვალუტა იყო მისთვის, გამოსასყიდი, მოლაპარაკების ბერკეტი, სიმბოლური ძალაუფლება. 10 ივლისს შამილის ჯარი კახეთის ტერიტორიას ტოვებს. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ყვარლის ციხე მან ვერ აიღო. მსხვერპლი ორივე მხარეს უზარმაზარი იყო. გენერალ-მაიორი ილია ორბელიანი, გრიგოლ ორბელიანის ძმა, 1842 წელს ყაზიყუმუხის ლაშქრობისას ტყვედ ჩავარდა. ტყვეები შამილის რეზიდენციაში მიიყვანეს. ილია ორბელიანი იხსენებდა შამილს როგორც მშვენიერ, ცოცხალ ადამიანს. მაგრამ მისი ჯარი, მისი გარშემომყოფები ტყვეებს ხვდებოდნენ შეძახილით ქრისტიანი ღორები. შამილისთვის ქართველი ტყვეების ისეთივე ურჯულოები იყვნენ, როგორც რუსები. ტყვე პირველ რიგში მისთვის მტერი იყო, შემდეგ კი ვაჭრობის საგანი. ილია ორბელიანი 1842 წლის ნოემბრამდე დარჩა ტყვეობაში. ის მხოლოდ გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა შამილმა. ჭავჭავაძე ორბელიანების 1854-55 წლების ტყვეობის ამბავი განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ, როდესაც პარიზში გამოქვეყნდა ფრანგი ქალბატონის ანა დარსეს წიგნი შამილის ტყვე ქალები. ეს წიგნი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მან უბიძგა ალექსანდრე დიუმას ჩამოსულიყო კავკასიაში და მათ შორის საქართველოში და აქ ემოგზაურა და დაეწერა მისი ცნობილი წიგნი კავკასია. დიუმამ ნახა, რომ ქართველები ამაყი და მებრძოლი ხალხია. ანა დრანსეც ხოტბას ასხამდა ქართველებს და თვლიდა, რომ ისინი არიან ნათელი წერტილი ამ საშინელ ომში. ჯემალ ედინი გახდა შამილის ის ვაჟი, რომელიც ახულგოს ბრძოლის შემდეგ დატყვევებული ჰყავდათ რუსებს და რომელიც 1855 წელს ჭავჭავაძეების ოჯახიდან აყვანილი ქართველი ქალებისა და ბავშვების სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 1859 წლის 25 აგვისტოს ხუნიბში, დაღესტნის ტერიტორიაზე, შუადღის 3 საათზე 30 წლიანი ომი დასრულდა. 63 წლის შამილმა გადაწყვიტა დანებებოდა მტერს და მან ეს გააკეთა კავკასიის მეფისნაცვლის ალექსანდრე ბარიატინსკის წინაშე. მათ შორის შედგა საუბარი, როდესაც შამილმა მცირე რეზიუმე გააკეთა თავისი 30 წლიანი ბრძოლის და მიულოცა მტერს დაღესტნის დაპყრობა. ეს სცენა ლეგენდარული იყო. ბევრი სწორედ ამ სურათის მიხედვით ხედავს შამილს გმირად, რომელიც მარცხდება, მაგრამ მარცხდება ღირსებით. მაგრამ დღეს უნდა ვთქვათ, რომ ისტორია არ არის ზღაპარი, რომელშიც სიკეთე ამარცხებს ბოროტებას. ჩვენ უნდა შევძლოთ მტრის მოყვარისგან გარჩევა, მაგრამ ამავე დროს უნდა შევძლოთ მტრის დადებითი თვისებების აღიარებაც. ამიტომ უნდა ვთქვა შემდეგი. შამილი რომ სამხედრო გენია იყო, ეს სიმართლეა. შამილი რომ 30 წელი რუსეთის იმპერიას ებრძოდა, რასაკვირველია ესეც სიმართლეა. მაგრამ შამილი რომ კახეთის სოფლებს წვავდა, უიარაღო ხალხს რომ ხოცავდა და ქალებს და ბავშვებს რომ ატყვევებდა
და ასევე ქართველებსაც რუსების მსგავსად ქრისტიან ღორებს რომ უწოდებდა, ესეც სიმართლეა. ქართულ ისტორიოგრაფიას, ისევე როგორც ზოგადად ისტორიოგრაფიას, ხშირად ახასიათებს ისტორიული ფიგურების გაღმერთება, გაფეტიშება. მაგალითად, დღეს ქართულენოვანი ინტერნეტი სავსეა გმირი შამილის ნარატივით. მაშინ, როდესაც მისი მეომრების ცხენების მიერ გათელილი 6 თვის ქართველი ჩვილის, ლიდია ჭავჭავაძეს ამბავს არავინ ახსენებს. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ობიექტურები და ვიცოდეთ ნამდვილი ისტორია და არა მითი, მაშინ ვალდებულები ვართ საღი თვალით შევხედოთ ისტორიულ სიმართლეს შამილის და ზოგადად ყველა ისტორიული ფიგურისა და ყველა ისტორიული მოვლენის შესახებ.